მე ვარ შოთა შანშიაშვილი, ხის სათამაშოების საწარმოს საცია ოსტატის დამფუძნებელი. ჩვენი საწარმო მდებარეობს ქალაქ დედოფლისწყაროში და დასაქმებული ყავს 3 ადამიანი. დაახლოებით 10 წლის ვიქნებოდი, როდესაც მამამ მიმიყვანა თავის მეგობართან ხის გადამამუშავებელ საწარმოში და იმ დროიდან მოყოლებული დავინტერესდი ამ პროფესიით. რატომ ხეზე მუშაობა და რატომ შემიყვარდა ეს პროფესია? როცა მე ხეზე მუშაობას ვიწყებ და პროცესში სრულად ვერთები, მაშინ ჩემთვის დრო ჩერდება და შეიძლება ისე მოვიდეს შუაღამე, რომ საერთოდ დაღლა ვერ ვიგრძნო და მაშინ ხვდები, რომ მაინც ყველაზე ბედნიერი ვარ და ამიტომ ეს პროფესია არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი პროფესია. ხის სათამაშოები ჩემი შვილის შთაგონება იყო, ჩემი ქალიშვილის დაბადების, როდესაც მივხვდი, რომ ჩემს უნდა ჰქონოდა ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები, რადგან დღევანდელი სამყარო ისედაც ძალიან დაბინძურებული არის და ძალიან ბევრი მავნე ნივთიერებები შემცველი სათამაშოები თამაში უწევთ ბავშვებს. გავაკეთე პირველი სათამაშო პატარა ვეთფრენი და ვაჩუქე. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო, რომ ბიზნესად მეკცია და დაახლოებით 2020 წელს პანდემიის პერიოდში ჩემთან სახლში ავტოფარეხში დავიწყეთ პირველი წარმოება. 6 თვის თავზე ერთ ქართული კომპანიისგან მივიღეთ პირველი შეკვეთა. სათამაშოებს ვამზადებთ ძვირფასი ხის ჯიშებისგან, როგორც არის კაკალი, ცაცხვი, ნეკერჩხალი. ადგილზე ხდება ყველა სამუშაო პროცესი. ვიწყებთ ხის გაშალაშინებით, დახერხვით, დაკალიბრებით. გვაქვს ონლაინ პროცესი, როდესაც სათამაშოებს ხელით ვჭრით, გვაქვს ასევე თანამედროვე დაზგადანადგარები. მერე ეს ყველა დეტალი გადის დაზუმფარების და გაპრიალების პროცესს. შემდეგ უკვე გადადის ოთახში, სადაც შეღებვის და დაზეთვის პროცედურას გადის და მერე ხდება სათამაშოს აწყობა და შემდეგ შეფუთვა და რეალიზაცია. წარმოების პროცესში გასათვალისწინებელი არის საღებავები და ლაქები, ზეთები, რომლითაც ვამუშავებთ პროდუქტს. შემდეგ არის საყურადღებო პროდუქტის დეტალების ზომები. ყველაზე საინტერესო მაინც ალბათ ის არის, რომ ვქნით სათამაშოებს, რომელიც ბავშვებისთვის იქნება და ამას ძალიან დიდი სიხარული მოაქვს მათთვის. ამ პროფესიას და ამ დარგს კერძო სათამაშოების წარმოების მიმართულებას აქვს მომავალი საქართველოში, მაგრამ ჭირდება მას პროფესიონალები, ამისათვის ჩვენ მზათა ვართ, რომ მომავალში გადავამზადოთ ადამიანები ჩვენთან საწარმოში დასაქმების პერსპექტივით, რომ ვიყოთ ძლიერი წარმოება, ძლიერი ბრენდი. ეკოჯორჯიას და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის ერთობლივი ტრენინგების საშუალებით ჩაგვიტარდა მარკეტინგული მიმართულებების ტრენინგები, შეგვასწავლეს თუ როგორ უნდა შევქნათ პროდუქცია, რომ უნდა დავამზადოთ კოლექციები. შემდეგ გვქონდა ვიზიტი თელავის და სიღნაღის მუზეუმებში, სადაც მოხდა გეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთების დასურათება, შესწავლა. აქედან წამოვიდა იდეა, რომ რამოდენიმე ექსპონატის ინსპირაციით დამემზადებინა ხის სათამაშოები. თავიანი თხა, რომელიც ბრინჯაოსგან იყო დამზადებული და რომელიც იყო ყელსაბამი სამკაული, ასევე იყო პატარა თიხის ცხენი და ესეთი ქვის შიტი. უფრო სათამაშოსკენ წავიყვანეთ და დაუყენეთ ბობლები. პროექტის ფარგლებში მუშაობა იყო ძალიან საინტერესო, რადგან მოგიხსენებათ ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია, როდესაც ვნახე ეს ძველი ნივთები, არქეოლოგიური ნივთები, ძალიან ბევრი იდეა წამოვიდა. ძალიან დიდი გრძნობაა ჩემთვის, როდესაც მუშაობ ისეთ დიზაინებზე, რომელიც უკვე შექმნილია რამოდენიმე ასწლეულის წინ. ჩემთვის პირადად ეს იყო დროში მოგზაურობა, წარმოსახვა იმ ოსტატების, რომელიც იმ დროში მოღვაწეობდნენ და ქმნიდნენ ასეთ უნიკალურ ფორმებს და ნივთებს.